მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ. დღეს ვისაუბრებთ საუკეთესო 5 დიეტაზე წონაში კლებისთვის. ხო, დიეტაზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ადამიანები ხშირად არიან დაინტერესებული რა არის საუკეთესო პრაქტიკა წონაში კლებისთვის, ვინაიდან ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა მოვსინჯოთ ძალიან ბევრი გზა, სხვადასხვანაირი, მაგრამ მათ შორის არსებობს უკვე გამოცდილი, რომელიც ბევრი კვლევით დადასტურებულია, რომ იყო ეფექტური და მარტივი ტრანსლირებაა მისი დიეტები, ხო? ანუ დაგროვილი ცოდნის. ამიტომ ვისაუბრებთ რომელი ამართლებს. ხმელთაშუა ზღვის დიეტა არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული დიეტა და მისი მთავარი მახასიათებელი არის რეალურად რასაც ყოველდღიურობაში ჩვენ ვეძახით ხოლმე ჯანსაღკვებას, ეგ რომ ხილი და ბოსტნეული სრულმარცვლოვანი თუ მარცვლოვანს მივიღებთ, მაგალითად სრულმარცვლოვანი ხორბლით დამზადებული პური ან სრულმარცვლოვანი შვრია ან სრულმარცვლოვანი ნებისმიერი მარცვლოვანი, რასაც მივიღებთ, არ იყოს დამუშავებული. ხორცი შეიძლება, თევზი შეიძლება, მაგრამ შედარებით ნაკლები და შედარებით ნაკლები ქათმის ხორცი მაგალითად და რძის პროდუქტები. თუმცა ეგენიც შესაძლებელია. ყველაზე ნაკლებად, ყველაზე მეტად რასაც კრძალავს არის ხორცი რეალურად, თუმცა ეგეც დაშვებულია, მაგრამ შედარებით ცოტა. მაგრამ ყველაზე ცოტა წითელი ხორცი, მოკლედ ეგ არის მთავარი მახასიათებელი ხმელთაშუა ზღვის დიეტის და ის რომ არა ჯანსაღი ფორმით არ მიიღო საკვები, მაგალითად არა ჩიფსები, არა გადამუშავებული საკვები, არამედ სრულმარცვლოვანი და სრულად და ნედლი. თუ საშუალება არის. ეს დიეტა მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ დიეტად საერთოდ რაც არსებობს იმათ შორის და გაიდლაინების დიდი ნაწილი რეკომენდაციას უწევს მოკლედ ხმელთაშუა ზღვის დიეტას, განსაკუთრებით გულის დაავადებების რისკს ამცირებს, ზოგიერთ სიმსივნის რისკს ამცირებს, წონაში კლებისთვის არის ეფექტური, ტვინის ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი და ეფექტური. ხო, რატომ ქვია ხმელთაშუა ზღვის დიეტა? ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ხალხი ცხოვრების სტილს და მათ ყოველდღიურ კვებას ეხმიანება ეს დიეტა გავს და ამიტომ ეძახიან უბრალოდ ამ ხალხზე დაკვირვებით შეიმუშავეს ეს დიეტა, რას ჭამდნენ ეს ადამიანები და მაგის მიხედვით ამიტომ ქვია ხმელთაშუა ზღვის დიეტა. ასევე კარგი აქვს რომ ადვილი დასაცავია, კარგი აქვს რომ სასიამოვნო საკვები არის როგორც წესი და ცუდი რა აქვს? ცუდი აქვს რომ ძვირია. ანუ აი ჩვენ რასაც ვეძახით რეალურად ჯანსაღ საკვებს, ეგ არის ყველაფერი შეგიძლია ოღონდ დაახლოებით 2000 კალორიის ფარგლებში, 1500-დან 2000 კალორიის ფარგლებში გააჩნია ხა ადამიანის ზომას, წონას, სქესს, ფიზიკურ აქტივობას და ახლა ამ მომენტში რამდენი კილო. აი მაგალითისთვის ვთქვათ ხმელთაშუა ზღვის დიეტა როგორ გამოიყურება: დილით ბერძნული იოგურტი, უშაქრო რა თქმა უნდა და კენკროვანით და თხილეულით, შუა დღისას სალათი, შემწვარი ქათამი ან თევზი, საღამოთი სუპი სრულმარცვლოვანი პურთან ერთად. ხო, ძალიან მცირე რაოდენობით ტკბილეული, მაგრამ ისიც თუ ტკბილეულს მიიღებს ადამიანი შეზღუდულია არ მარტო რაოდენობაში, არამედ შეზღუდულია რომ არ იყოს ეს ნაყიდი და ესეთი არაჯანსაღი, არამედ იყოს სრულმარცვლოვანი ფქვილით მომზადებული მაგალითად და სახში მომზადებულს ენჭება უპირატესობა. მოკლედ ეფექტურია, უბრალოდ ცოტა მატერიალური შესაძლებლობები ჭირდება ხმელთაშუა ზღვის დიეტას, თუმცა კაია. მეორე ყველაზე პოპულარული დიეტა არის კეტოგენური დიეტა, იგივე კეტო დიეტა, გაგიგიათ ალბათ. კეტო დიეტის აზრი მთავარი არის რომ ჩვენი ორგანიზმი მოიხმაროს გლუკოზას როგორც საწვავს და ეს გლუკოზის წვიდან რომ გადაიყვანოს კეტონური სხეულების წვაზე. ეს არის მეორე ფორმა საწვავის, როგორც მანქანა გადაიყვანო ბენზინიდან გაზზე, დაახლოებით ესეა. და როგორ ხდება ეს კეტოზის გამოწვევა ორგანიზმში, როგორ ხდება, როგორ და უნდა მიიღო რაც შეიძლება ნაკლები
ნახშირწყლები და მეტი ცხიმი. ეგ არის მთავარი აზრი. ანუ ნახშირწყლები უნდა შეზღუდო 50 გრამამდე დღის განმავლობაში. საუბარი არ არის შაქრებზე საერთოდ, საუბარია, ანუ შაქარი არის ნახშირწყლის უმარტივესი ფორმა. შაქარი არის ნახშირწყლის ცუდი ვარიანტი. საუბარია, რომ ნახშირწყალს როცა მიიღო რთული ნახშირწყლები და ისიც 50 გრამზე მეტი არ იყოს დღის განმავლობაში. მაგალითად რომ თქვათ, რომ ნახშირწყლის კლასიკური წარმომადგენელი არის ბოსტნეული. და ბოსტნეული იყოს ძალიან ცოტა. ისე რომ 50 გრამზე ნაკლები ნახშირწყალი მიიღო დღის განმავლობაში. ან ბოსტნეულის კი აკრძალულია, დაშვებულია, მაგრამ ძალიან ცოტა. საკვების დაახლოებით 70-80% უნდა იყოს ცხიმი. ეგ არის მთელი აზრი ამ დიეტის. 10-20% უნდა იყოს ცილები და 5-10% უნდა იყოს ნახშირწყლები. ზოგი ფიქრობს ხოლმე რატომ? რაც რომ ეს ცილოვანი დიეტა, იგივე კეტო დიეტა, არა. კეტო დიეტა ცხიმოვანი დიეტაა. ცილები ბევრი არ შეიძლება, იმიტომ რომ ცილების დროს მაინც წარმოიქმნება გლუკონეოგენეზი, გარდაიქმნება გლუკოზა და გლუკოზა მაინც გააქვს ორგანიზმში. ამიტომა რომ არ არის რეკომენდირებული ბევრი ცილების მიღება. თუმცა ზომიერად ცილების მიღება დაშვებულია. ძირითადი საკვები და კითხვა არის ხოლმე კეტო დიეტის დროს, რომ აბა რას ჭამენ საერთოდ ადამიანები, ანუ რა არის მთავარი საკვები მაგ დროს. მთავარი საკვები არის მაგალითად ძირითადად რისგან შედგება ამ ადამიანების ყოველდღიური დიეტა. რისგან შედგება და ავოკადო, კვერცხი, ყველი, თევზი, ხორცი, კარაქი, თხილეულობა და თესლი, ჩია და სელი და ესე. და დაბალ ნახშირწყლოვანი ბოსტნეული ესეთები არის მაგალითად ისპანახი, ბროკოლი და ზეთები და ცხიმიანი რძის პროდუქტები. ახლა რამდენჯერ ჭამს კეტო დიეტის დროს ადამიანი დღეში? დაახლოებით ჭამს 3-ჯერ. სნეკები შესაძლებელია, ანუ წახემსებები შესაძლებელია, ოღონდ წახემსებები უნდა იყოს რაოდენობა უნდა იყოს შეზღუდული, რა თქმა უნდა, რომ ადამიანს არ მოვიდეს ბევრი. როგორ გამოიყურება ახლა კეტო დიეტა? ერთი დღე მაგალითად დილა 3 კვერცხი, მაგალითად შემწვარი, ერთი კოზი კარაქთან ერთად, ნახევარი ავოკადო და ყველი და ყავა ნაღებით. სნექსზე შესაძლებელია ნუში 30 გრამი, შუადღისას ქათმის ხორცი, მაგალითად ქათმის მკერდი 150 გრამი და ყველი და ასევე შესაძლებელია ცოტა მაგალითად ბოსტნეული. როგორც ისევ წახემსებად ყველი, მაგალითად მოცარელა ან ხუთცალი ზეითუნის ზეთის ხილი და საღამოთი მაგალითად თევზი, ცხიმიანი თევზი, ოლივიეს ზეთში, ანუ მისი ზეთის ხილის ზეთში შემწვარი, თქვათ ბროკოლი ან რაღაც ესეთი ან უბრალოდ მოსხმული ზეთის ხილის ზეთი, ანუ შეწვა ნაკლები რეკომენდირებულია, ჯობია მოსხმული. რაღაც ბროკოლი ან რაღაც ესეთი ძალიან ჯანსაღი ბოსტნეულთან ერთად. ეგ არის ტიპიური კეტო დღე. ძნელი და სწავია, მოკლედ ეს არ არის ადვილი, ძალიან ბევრი შეზღუდვები აქვს და მიუხედავად იმისა, რომ აქვს ხო, გრძელვადიანი უსაფრთხოება კიდე არის კითხვის ნიშნის ქვეშ, არ ვიცით როგორი იქნება, თუმცა წესით არ უნდა იყოს საზიანო. ახლანდელი სამედიცინო ცოდნა კარნახობს, რომ არ უნდა იყოს საზიანო, თუმცა არ ვიცით რა იქნება, ამიტომ მაინც კითხვის ნიშნები მაინც არის. მთავარი უარყოფითი რა შეიძლება ქონდეს, ერთი არის კეტო გრიპს ეძახიან, როცა პირველ დღეების განმავლობაში, როცა კეტოში გადის ორგანიზმი, გრიპის მსგავსი სიმპტომები აქვს, შეკრულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ეგეთ დროს, როცა კეტო დიეტაზე ადამიანი და საკვები ნივთიერების დეფიციტი, ზოგჯერ ქოლესტერინის მომატება.
ხო, კეტო დიეტის დროსაც რა თქმა უნდა კალორიების შეზღუდვა აუცილებელია. ზოგადად ადამიანს აქვს აზრი, რომ რამდენიც გინდა ჭამე, ანუ რამდენიც გინდა ჭამე არ არის, კალორიების შეზღუდვა მნიშვნელოვანია. მაინც დაახლოებით 1500-დან 1800-მდე. მე არ მივცემდი მაღალ ქულას ამას, მაშინ როცა თქვათ იმას ხმელთაშუა ზღვის დიეტას მივცემ ძალიან მაღალ ქულას, კეტო დიეტას არ მივცემ ეგეთ ქულას, მივცემდი თქვათ 5-10-დან, რადგან ძალიან რესტრიქციული დიეტა, შეზღუდვებით სავსე დიეტაა და თან კიდე არ ვიცით ჯანმრთელობა გრძელვადიანი როგორ იქნება. როგორ მოქმედებს გრძელვადიან ჯანმრთელობაზე. თუმცა ძალიან პოპულარულია, იმიტომ რომ ძალიან ეფექტურია. მესამე დიეტა არის პოპულარული დიეტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არის ინტერვალური შიმშილი, ხანგამოშვებითი შიმშილი. აზრი არის რომ ადამიანს აქვს მაგალითად 8 საათიანი ჭამის ფანჯარა, შემდეგ 16 საათი შიმშილობს. ან შეიძლება უფრო ნაკლები 6 საათიანი ჭამის ფანჯარა 18 საათი შიმშილობს და ასე. ან ზოგი ადამიანი კვირაში 2 დღე შიმშილობს, არამიმდევრობითი 2 დღე 5-2-ზე ქვია ამ დიეტას. მოკლედ ძალიან პოპულარული ხდება ეს ინტერვალური შიმშილობა და ბევრი დადებითი მხარე აქვს, რაც ცნობილია უკვე, მაგალითად ავტოფაგია, რომელიც დაახლოებით შიმშილობის 12 საათიდან იწყება. ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს ავტოფაგია დაბალ დონეზე, მაგრამ ძლიერდება დაახლოებით 12-16 საათის მერე, რაც ორგანიზმში ანთებას ამცირებს, ორგანიზმის ზოგადად უჯრედების ჯანმრთელობას აუმჯობესებს და აი გაწმენდას რო ეძახიან ხოლმე ორგანიზმის, აი ეგეთი რაღაც ხდება დაახლოებით და ამიტომ ძალიან პოპულარულია. მოკლედ ამბობენ რომ წონაში კლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია. ან კი არა ამბობენ, ბევრი კვლევით არის დადასტურებული, მაგრამ ამბობენ ასევე ბევრ დადების, რომ აი ტვინის ჯანმრთელობას აუმჯობესებს, ორგანიზმს წმენს ტოქსინებისგან და ასე. მათი ნაწილი მართალია, ნაწილი არის მითი, მაგრამ ჯამში ინტერვალური შიმშილობა არის პოპულარული, ძალიან ეფექტური წონაში კლებისთვის, ასევე ინსულინის მდგომარეობას აუმჯობესებს და ზოგ შემთხვევაში ოღონდ უარყოფითი ის აქვს, რომ შეიძლება ქონდეს გვერდითი ეფექტები. გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაბალი გლუკოზის დონე, რატომ ეცემა ინტერვალული შიმშილის დროს, იმიტომ რომ დიდხანს ადამიანი მშიერია და ამ დროს გლუკოზა შეიძლება დავარდეს და ეს სიმპტომები ქონდეს ადამიანს, მათ შორის შეიძლება ხელების კანკალი და ესეთი სიმპტომები, რომელიც არ არის საშიში, მაგრამ არ არის სასიამოვნო. ასევე ზოგ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს ბევრის ჭამა და გადამეტებული ჭამა, როცა არის ჭამის ფანჯარა და ამიტომ არის რომ თუ ადამიანს არ შეუძლია პორციის ზომის კონტროლი და აქვს ბევრის ჭამის პრობლემა, როგორც წესი რთული საკონტროლო ასეთ დროს ინტერვალური კვება და ამიტომ ჯობია რომ სხვა დიეტა მიმართოს, იმიტომ რომ განსაკუთრებით თუ ადამიანს აქვს კვებითი აშლილობა, ბულიმია ან ანორექსია, ან ზოგადად ახასიათებს ბევრის ჭამა, მაშინ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკია ეს ინტერვალური შიმშილი, ამიტომ ჯობია რომ თავი შეიკავოს ადამიანმა. ხო, ამ დროს როგორ იკვებება ადამიანი კვების ფანჯარაში, სასურველია რომ ცილები მიიღოს, ცილოვანი საკვები, მიიღოს ცხიმები, ბოჭკოები და ნაკლები შაქრები. ჯამში მე მივცემდი ალბათ 6-იანს, 6-იანს იმიტომ რომ არის ეფექტური, შეიძლება 7-იანიც მიმეცა, მაგრამ რისკები აქვს ბევრის ჭამის და შიმშილის, ძლიერი შიმშილის, ამიტომ მივცემდი შედარებით დაბალ ქულას. თუმცა აქვს თავისი დადებითი, იმიტომ რომ ეფექტურია ძალიან წონაში კლებისთვის. შემდეგი პოპულარული დიეტა არის DASH დიეტა. DASH დიეტა არის dietary approaches to stop hypertension, ესე ქვია.
აზრი არის მაგ დიეტის, რომ კვება, რომელიც შეაჩერებს მაღალ წნევას, ჰიპერტენზიას, ეგ მაგისთვის შეიქმნა, ანუ კარდიოლოგების მიერ შეიქმნა მთავარი აზრი ამ დიეტის არის, რომ ცოტა მარილი უნდა მიიღოს ადამიანმა, ან მარილის შემცირება და ცოტა ცხიმები. ცხიმები მარილის და შაქრის შემცირება. მარტივად რო თქვა, აი მარილი ამოიღე, შაქარი ამოიღე, ცხიმები ამოიღე. ეგეთი დიეტაა. ხილი ბოსტნეული შესაძლებელია და პირიქით მხარდაჭერილია მაქსიმალურად. ცილები ხორცეული შესაძლებელია, ოღონდ არა ცხიმიანი და რძის პროდუქტები შესაძლებელია დაბალ ცხიმიანი. მარილის შეძღუნება უნდა მოხდეს 2.3 გრამზე ნაკლებად დღის განმავლობაში. მაგალითისთვის რას გავს დეშ დიეტის დღე? დილით მაგალითად შვრიის ფაფით დაწყება, შემდეგ წახემსება ბანანი და ნუში, ცოტა დაახლოებით 200 კალორია, შუადღისას ქათმის მკერდი და ცოტა ბოსტნეული, საღამოთი შემწვარი თევზი მაგალითად და ბროკოლი და შემდეგ შესაძლებელია წახემსებასავით თუ ადამიანს ენდობა ცოტა ბატიბუტი მაგალითად ცოტა დაახლოებით 50 კალორია რომ გამოვიდეს. ხო, ბატიბუტს ხშირად იყენებენ ხოლმე წახემსებებისას, იმიტომ რომ მოცულობით დიდი გამოდის და კალორიების შედარებით ნაკლები გამოდის და ამიტომ პრაქტიკულია. ეს დეშ დიეტა ძალიან ეფექტურია და კარგად სტრუქტურირებული, მაგრამ მნიშვნელოვანი შეზღუდვები აქვს და თუმცა ძალიან ბევრ გაიდლაინში გვხვდება მოკლედ გაიდლაინების საუკეთესო არჩევანი არის დეშ დიეტა ხმელთაშუა ზღვის დიეტასთან ერთად. დაუწერდი 7-იანს 10-დან, იმიტომ რომ ძნელი შესასრულებელია, იმიტომ რომ აქვს ბევრი შეზღუდვები და ეს შეზღუდვები ადამიანის უმეტესობისთვის რთულია. შემდეგი დიეტა არის ვოლუმეტრიული დიეტა. ვოლუმეტრიული დიეტა რას ნიშნავს, რომ მიიღე ბევრი საჭმელი მოცულობით, მაგრამ კონდეს ნაკლები კალორია. ეგ არის აზრი, მიიღე ისეთი საკვები, რომელიც შეიცავს წყალს და ბოჭკოვანს, მიიღე მეტი, მაგრამ ნაკლები კალორიებით. ამ დროს რაზე კეთდება აქცენტი? ხილზე, ბოსტნეულზე, სუპებზე, სრულმარცვლოვან პროდუქტებზე. აი მაგალითისთვის როგორ გამოიყურება ეგ დღე 350 გრამი მაგალითად შვრიის ფაფა, 350 გრამი მოხარშულ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, და არა ეს ფხვიერი 350 შვრიის ფაფა კი არა, დაახლოებით ეგ გამოდის მშრალი მოსამზადებელი რო ჩაყარო 50-60 გრამი დაახლოებით იმატებს 300 გრამ წყალს დაახლოებით და გამოდის 350 გრამი. შემდეგ ხილი და იოგურტი, შემდეგ დაახლოებით 600 გრამი სუპი და თქვათ ბოსტნეულთან ერთად სუპი რომ მიიღოს ადამიანმა, წახემსებისთვის შეიძლება კიტრი ან სტაფილო რამდენიც გინდა რა, ახლა ბევრს ვერ შეჭამაგებს, ძალიან ბევრს და დაბალი კალორია აქვს. და შემდეგ დაახლოებით 500 გრამი სალათი და ქათმის მკერდი, რომელსაც ასევე დაბალი კალორია აქვს, ერთსაც და მეორესაც. ეს საკმაოდ კარგი დიეტაა, ანუ ადამიანს ვისაც ბევრი ჭამა უყვართ, მათთვის საკმაოდ კარგია და მათზე მორგებულია, ამიტომ ეს დიდი დადებითი მხარე აქვს. 8-ს დაუწერდი 10-დან. საკმაოდ ადვილია ამ დიეტის დაცვაც და ეგეც დადებითი მხარეა. თუმცა მეორე ნაწილი ის არის, რომ ადამიანი შეიძლება შეეჩვიოს ბევრის მოცულობით, ბევრის ჭამას და შემდეგ როცა არაჯანსაღ საკვებზე გადავიდა თუ იმ ხელა პორციებზე გადავიდა არ ამ ხელასაც შეჩვეულია, ძალიან სულ შედეგებამდე მიიყვანს, ამიტომ ეს რისკი არის და ეს უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, რომ ესეთი რისკი აქვს, როცა ეს ბევრის ჭამას ეჩვევი, თუმცა ეს თუ კი ადამიანი ფოკუსირებას გააკეთეს ჯანსაღ საკვებზე, მაშინ მშვენიერი დიეტაა. ამ 5-დან ჩემი ფავორიტი რომელი იქნებოდა? სუბიექტურად მე ინტერვალული შიმშილი მომწონს, ხედავ მასში რაღაც კაი პოტენციალს.
ოღონდ თუ ადამიანს პორციის კონტროლი შეუძლია, ეს ძალიან მთავარი წინაპირობაა, რომელსაც ვიტყოდი, ეს ვოლუმეტრული დიეტაც მომწონს კაცებისთვის განსაკუთრებით უფრო ადვილი იქნება, იმიტომ რომ კაცებს ქალებს უფრო ადვილად შეუძლია თქვათ ცოტ-ცოტას ჭამა და მათთვის მოცულობა შეიძლება ნაკლები მნიშვნელობა ქონდეს. კაცებისთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც წესი და ამიტომ უფრო ადვილია ხოლმე ეს. და ხმელთაშუა ზღვის დიეტა რა თქმა უნდა, დეშ დიეტა ძალიან შეზღუდვითი დიეტაა ჩემი აზრით და ამიტომ თუ ეხლა მაინც მაღალი წნევის პრობლემა არ აქვს ადამიანს არ არის საჭირო. ხმელთაშუა ზღვის დიეტა ძალიან კარგია, ოღონდ ძვირია და ამიტომ ცოტა პრობლემურია, მაგრამ მაღალი ქულის შევაფასებით ძალიან ხმელთაშუა ზღვის დიეტას, ამ ვოლუმეტრულ დიეტას მაღალ ქულას დაუწევთ და ხან გამოშვებილ შიმშილს, ანუ ინტერვალურ შიმშილს. ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.